ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უახლოეს ერთ თვეში სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება. ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. 4 სართულიანი კორპუსი სოფელ კაპრეშუმში აშენდება 50 ბინა ეკომიგრანტებს და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი ღირებულება 2.13 ლარს შეადგენს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, ოჯახებს მშენებლობის პარალელურად სპეციალური სამთავრობო კომისია გამოავლენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეპესე მშენებელი 80 ასრულებს. მშენებლობის დასრულების ვადები 1 წლით და 4 თვით განისაზღვრა. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა მუნიციპალიტეტის ისტორიაში. ათწლეულების განმავლობაში ესეთი პროექტი, რასაც ქვია სოციალური სახლის მშენებლობა, არ განხორციელებულა. ჩვენ 50 ოჯახს ვაშენებთ ბინას, ამიტომ ჩვენ შეიქმნება კომისია, ჯერ მუნიციპალიტეტური, ასევე შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც სკრუპულოზულად შეისწავლეს, რადგან ეს ძალიან სენსიტიური, ასე ვთქვათ, საკითხია, იმიტომ რომ არც ერთი, ასე ვთქვათ, ეჭვი არ უნდა დაიბადოს თუ ვის ეკუთვნოდა და ვის არ ეკუთვნოდა.